გამარჯობა. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია მასტერი. ქსეროქსის საიტი არის უკაცრავად. აი ესე შემოვედი. მოგესალმებით. მოგწანდი და მე მეგონა დაიწყებდი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული რეპერი, კარგი ბიჭი, სიმპათიური 11 კილო დავიკელი. სასწაული. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ფრანგული ღვინო უნდა გაგასინჯო. ოკეია. სხვა რამეზე გამეცინა. რაზე? მეთქი ერთ-ერთი მოთხოვნადი. ლაპარაკობდა. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფრანგული ღვინო უნდა გაგასინჯო. If you are okay with it. კახელი კაცი. სიამოვნებთ, ესე ფრანგული ღვინოს და საქართველოში იწარმოება? არა, შემოგვაქვს უბრალოდ აქ. ოკეი. აირჩიე ცხრიალა, კრემანი. ეს შამპანური, ანუ ხო, და პინო ნუარი, ეს წითელი მაგრამ საგაზაფხულო კაია. რეკლამას აკეთებს მეგობრებო ჩემ Yes, of course, because I love it. დას არის. კარგი? აი ეს არის შავი ცხვარი. ძალიან კაია. ლექსში. Yes, ფლექსი. მოგითხო. ცხრებს. ანუ ეს თუ ეს? ან ჭადი გამოაცხე ან ყველი და რაღაცა. აი, მაინც კახელკაც, მაინც სირცხვილია ხარ იმის გარეშე რო ვარ, რა ქვია, მწვადის გარეშე, მაგრამ სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ერთადერთი გადაცემაა, თუ შოუა, თუ ვლოგია, თუ პოდკასტია შენი, სადაც მე პირადად მეგობრებო, პირადად მე კომენტარი დაუტოვე, როგორც კი დავინახე, რომ სტუმარი ყავდა გვერდით, ანუ შენ ვლოგებს, პოდკასტებს რო უყურებდი ხოლმე, სულ ვიძახდი, რომ აი ამ გოგოსთან ერთად გვერდზე დამსვა და მალაპარაკა მეთქი და სტუმარი როგორც კი დავინახე, ეგრევე მე თვითონ დავწერე, რომ ხო, მომიწვიო გადაცემაში. და რამდენი ლაიკი ქონდა? ხო და მოთხო რაღაცა. ძალიან მოთხოვნად. ხარ შენ თაყოფა. Ara we stone up the beat, hara stone up the beat. Sanam samas gogo sir, mana mardo ber the beat. Tu minda we bazre breps, tu minda umger the beat. მასტერი. რა სამასი გოგო? ანუ პატა თედიაშვილი ხარ? არა, მაგას ხო ბევრი. არ ვიცი ხო. მაგას ხო 600 თუ 800. მაგრამ რა არის რა ტენდენციაა? არა, სანამ 300 გოგო არ დამსინავს, მანამდე არ მოვისვენებ მეთქი რა. ოკეი. იმიტომ რომ მე ანუ ლოჯისტიკაზე დავიწყე ფიქრი რა. არა. 300 გოგო რო გაიცნო თბილისში მე ქალებიც ხო მოუწევს. 300 სპარტანი ხო არის? ეგეთ პონჩი 300 გოგო. სანამ არ დაგსინავს. სანამ არ დამსინავს 300 გოგო. არა, კოლექციას ვაგროვებ. საკმაოდ ისეთი კონტროვერსიული და ბაბლისგან დევნილი რეპერი ხარ. აი როგორ შევეფარე, იცი? აი პოლიტიკურ თავშესაფარს რო პოულობენ ხოლმე, ხო იცი, აი ესე მომენტი შენ გადაცემაში, რომ პოდკასტში რომ შემოგეფარე, როგორც დევნილი ბაბლისგან, ფემინისტებისგან, LGBT queer თუ როგორ ადამიანებისგან, ხო? პლუს რაღაცა. და რატო ხარ ესეთი შენი აზრით რას გერჩიან? აი ესე ამიმხედრდნენ და ამ კატეგორიაში შედიან ზოგი პოლიტიკურად სხვა მხარეს მდგომი ადამიანი, ზოგი ფემინისტი, რომლებიც თვლიან, რომ ქალთმოძულეო არ. ქალთმოძულე რატო ხარ? მოიცვით რო ეუბნები? თუ სხვა რამეც? აი თუნდაც ხო რომ რამე მოიცვი რო ჩავწერე სიმღერა, ესე იგი შენ არ გინდა რომ წარმატებული ქალი იყოს ლამაზი და გამოაჩინოს სხეული და აი მსგავსი თემები რა და აქედან გამომდინარე ცოტა ისიც ხო არ გაქვს, ცოტა ჰიპოკრატიც ხო არ ხარ, იმიტომ რომ ხან იმას დადებ ხოლმე რა ქვია, გახტილებს გოგოებს. გახტილებს არა სტორიზე და ხან იძახი მოიცვითო და ვიღარ გაიგო ხალხმა. არა, უბრალოდ ის გავს, არაფერი მსგავსი. აი ეს ადამიანების კატეგორია, რაღაც ჯგუფი ერთმანეთს დაემატა და კომენტარებში ისე ჩანს, რომ ყველა გადამტერებული მყავს და სინამდვილეში უბრალოდ ცხოვრობ ჩემი ცხოვრობით და ყველა რა თქმა უნდა არ ყავს. შევაცოდე ყველას. ყველა არ ყავს გადამტერებული, ძალიან ბევრი პანიც ყავს და მიმდევარიც და რავი გიждდებიან შენზე ძალიან ბევრი. ძალიან დიდი მადლობა. თანამოაზრეც ძალიან ბევრი ყავს. კაცო, ყველა არა, მაგრამ მე გეკითხები, აი კონკრეტულად იმას ვინც გერჩის. აი გეტყვი რა. მაგათ რა უნდა შენი აზრით? რო ჩავწერე სიმღერა დუბაი, სადაც ვთქვი, რომ დუბაიში სხეულით ვაჭრობა ტეხავს. ანუ მითხრეს რომ შენ ხარ ქალთმოძულე, იმიტომ რომ შენ ერევი მათ ცხოვრებაში, შენ მათ განიკითხავ. სად არის ქალური სოლიდარობა წერდნენ ხოლმე გოგოები, რომლებიც ხედავდნენ რომ რაღაც კატეგორიის გოგოები მეთანხმებოდნენ ამ სიმღერაზე და ეს ქალური სოლიდარობა არის ძალიან მაგარი ფენომენი. მათი გაგებით, ჩემი აზრით, ქალური სოლიდარობა ნიშნავს რას, იცი? რაც არ უნდა დააშაოს ქალმა, ან როგორც არ უნდა მოიქცეს, უნდა უთხრა რომ იდეალური ადამიანი ხარ. აი ეგ არის მათთვის ქალური სოლიდარობა და ეგ არ მესმის მე რა. ანუ სიტყვაზე მართლა
მოძალადე კაცი რო შევნიშნო სადმე, ანუ კაცური სოლიდარობა უნდა გამოვხატო და არაფერი თქვა და ან რაღაც რო გავაკრიტიკო, უნდა მითხრას რომ სად არის შენი კაცური სოლიდარობა. ანუ ქალებს რატო აქვთ თან იძახიან რომ დამოუკიდებლები არიან და თან ყველა ნაბიჯზე რაც არ უნდა კრიტიკის რაღაც ზღვარში გაეხვნენ, ეგრევე გეუბნებიან რომ ქალზე როგორ ლაპარაკობ. ჩემი ცხოვრება ვარ რეპერი. ხომ აქ უფლება რომ თუნდაც ვიღაც გოგოზე რომელთანაც გადამხდა რაღაც ცხოვრებაში, რაღაც თქვა ლინდაზე რომ ჩავწერე სიმღერა რომ ლინდა არ იმსახურებდი მასტერს და წავედი შენი ცხოვრებიდან და ტიპები ამას განიხილავენ როგორ იცი რომ შენ ვიღაც გოგო გვერდით ყავდა და როგორ მოიხსენიებ მას სიმღერაში ანუ არ სიმართლე გითხრა მე არ მისვენი არ ანუ არა როგორ შეიძლება ანუ მე ვარ მოიხსენიე აი დღეს ვიყავი ერთ პოდკასტში და იქაც თქვი და ეხაც გავიმეორებ მე ვარ ერთადერთი ქართველი რეპერი რომელსაც უსმენენ და რატომ გონია იცი ყველა სხვა რეპერის და არტისტის კომენტარებში ან შეხვდება რომ კარგი სიმღერა ან ცუდი სიმღერა მაგრამ ჩემთან რა ხდება იცი ყველა ხაზი არის როგორი გაშიფრული იცი თან მათი გაგებით გაშიფრული ის კი არა რომ მე რა ვიგულისხმე არა ვიღაც გოგოზე ვთქვი ცუდი ესე იგი ის იყო ჩემი საცოლე უკვე გავაცანი მეგობრებს და მე როგორ შემოუტრიალდი ამ გოგოს ანუ სერიალებს ქმნიან და თვითონ იჯერებენ რა და რატომაც ეგეთი ის გონიათ ეგეთი წარმოდგენა იმას ქნეს რომ აი შენ ქალთმოძული ხარ რადგან ქალებს ესე ხშირად ახსენებ და არ ვიცი რა რაც მე სასიყვარულო სიმღერები მაქვს ნაწერი და რაც მე გოგოზე რა ვიცი მისტირისო და თელი სამყარო შენია და რას არ ვეუბნები ხოლმე ქალს და რა ვიცი ბოლო ხო არ ვიცი ხო ანუ მაგ მხრივ ხა ჩემი აზრით ეგ ბაბლია რა მართლა ბაბლია მაგ მხრივ კაიც არის ხა როცა საუბრობენ შენზე კაცო ეგ ხო გინდა ისე როცა არტისტი როცა ხარ რაღაცა ნებისმიერ სფეროში მგონი კაია რომ ლაპარაკობენ მაგრამ მე ვიკითხე უფრო აი პოლიტიკურად რაღაცა მიგაწერენ რაღაცას და იცი ვერც გამამტყუნებ რომ აი პოლიტიკურად მიმაწერეს იმიტომ რომ რა არის იცი იმდენად პატარა ქვეყანა და სხვადასხვა მხარეს რო დგანან ადამიანები უკვე სხვა მხარეს მოიაზრებდი რა და არა აქვს მნიშვნელობა როგორ იტყვი გამაღიზიანებლად იტყვი თუ ყველაზე შეპარვით ეტყვი თუ ყველაზე თბილად ეტყვი თუ მათ სათქმელს არ ამბობ ხარ უკვე მტერი კი ბატონო და ყველაზე მაგრად აი ეგ თემა არ მესმის რა ხო შეიძლება რაღაცაზე ვისაუბროთ განვიხილოთ არა ეგრევე შეურაცხყოფა ეგრევე ის რომ აი რაღაც დაცინვა ძალიან უხეში რაღაც უხამსი და არ ვიცი აი ეხაც რო ვიტყვი ამას მე რეიტყვიან ქალთმოძული რა შუაშია მაგრამ გოგოები აქტიურობენ აი საოცრად ალბათ ბიჭებს გაუსწრეს მაგრამ არ ვიცი ალბათ შენ შეიძლება შენთან ჩემთან აქტიურობენ მაშინ ანუ ჩემთან არ არის გოგოების მაინდა-მაინც არა არ ვიცი ხო და აი 50-50 მოქმე მხარეს რო ანუ რაღაცას რო იძახი და არ ეთანხმები ავტომატურად არ მოგიდგენიან რომ მტერი ხარ და არა და რეალურად საერთოდ არ არის ეგრე მაგრამ ხო ანუ მე ისი მომხრე ვარ იცი ზოგადად საზოგადოებაში რომ ვიღაცას რო არ ეთანხმები უბრალოდ არ დაეთანხმო რა ანუ ვძდილობიანად რომ ჩვენ სხვადასხვა აზრი ვართ ამაზე ვერ შევთანხმდებით დარწმუნებული ვარ მეგობარიც გეყოლება ვინც ქვეყანა ანუ ძალიან ბევრი მეგობრები ყავს ვინც არ მეთანხმება ან სხვა კურსით ხედავს ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს ან ეს არ მეთანხმება მაგრამ იდეოლოგია არ აქვს დაყენებული მეგობრობაზე მაღლა ხო თავისთავად ეგრეც უნდა იყოს და ტიპები გამოდიან და პირდაპირ პოსტავენ რომ ჩამომშორდით ყველა ნათესავი ხარ თუ მეგობარი თუ მეზობელი ვინც ვიღაცას ხმას აძლევთ ან არ აძლევთ და არ მჭირდებით არაფერში ანუ თან რა არიცი აი ის კიდე შეიძლება გავიგო რომ ერთიც ძალიან აქტივისტი იყოს და მეორეც აქტივისტი და უკვე ფიზიკურად ვეღარ ჩერდებოდნენ ერთად გამიგია მაგრამ იმაზე რომ გებრძვის ადამიანი რომ რატო ხმას არ იღებ ეგ უკვე პრობლემა ანუ რა ანუ ხმა რო ამოვიღო სხვა პოზიციაზე ვარ და არ გაღიზიანებ შულო და რა გავაკეთო ვარ ჩემთვის არ გაღიზიანებ გასვლა გინდა გადი არ გინდა გასვლა არ გახვიდე და რატო მაგრამ არა რადგან მათ პოზიციაზე არ ხარ შენ ხარ ყველაზე უნიჭო ტიპი და შენ ხარ ყველაზე ნოლი რა და თუ სიტყვაზე რაღაცა თავში გადაგიტრიალდება ან უბრალოდ მიხვდები რომ არა მინდა იმ პოზიციაზე ყოფნა და თუ დასვი შენი სათქმელი მათ სათქმელზე ავტომატურად ეგრევე გაიჩნდები ძალიან პროგრესული ტიპი და ვფიქრობ ხანდახან ვფიქრობ რომ მე გაცილებით მეტად ლიბერალი ვარ ვიდრე ისინი არიან აი ლიბერალი კლასიკური გაგებით არ ვიცი რომ უყურებ თუნდაც ჩემ პასუხებს რო შეხედო როგორ მართლა ეთიკურად ადამიანურად პასუხობ ყველას არა აქვს მნიშვნელობა როგორ მწერს
ანუ მე უფრო ლიბერალი არ გამოდივარ, ანუ ადამიანი მეუბნება, რომ შენ ხარ არასწორ მხარეს გახარ, შენ ხარ მოღალატე. ანუ ტიპი ნახე, პირდაპირ დასკვნა გამოტანილი, მას როგორ უნდა ესაუბრო, მაგრამ მე ვეუბნები, რომ გასაგებია შენი აზრი, დრო გვაჩვენებს ყველაფერს. ანუ ამაზე ჰუმანური, ეხლა ფრთები ვერ ამომივა, მაგრამ ამაზე ჰუმანური ან ქრისტიანული პასუხი მეტი რა გინდა, ხო, რომ დრო გვაჩვენებს დროს იმიტომ ვიზახი ხოლმე, რომ რაღაცას რო გაბრალებენ პირდაპირ არ ჩანს. ხო, არ ჩანს, როგორ დავუმტკიცებ, რომ ეხლა ფული არა ვიღე პუტინისგან. არ ჩანს. შეხვალ ამ ბანკზე, ბანკის ანგარიში რო ანახო, გეტყვის, რომ PayPal-ით იღებ და PayPal-ი რო ანახო, გეტყვის, რომ Bitcoin-ში იღებ და აზრი არა. აქედან გამომდინარე ვეუბნები, რომ დრო იტყვის ამას რა, ამაზე. კი, სხვათა შორის მართალი ხარ, შენ უფრო ლიბერალი ხარ მაგ მხრივ. მართლა ზდილობიანათაც, ანუ ვაკვირდები ხოლმე რა, ზდილობიანათაც პასუხობ, უფრო რასაც ძალიან ვაფასებ და ზოგადად ძალიან ისე ხარ რა, ანუ არავის არ ისე არ უზდელები, არ ანუ ვაფასებ მაგ თვისებას, ძალიან კაი. უფრო ლიბერალური. მაგაზე დამცინიან, რომ ზრდილობიანი რეპერი მოვიდა კომენტარში და დაუწერ ხოლმე, აი ვიღაცა რო დამაშიარებს. ზრდილობიანი რეპერი, ანუ უკვე აღარ იციან რა. ანუ რა უნდა მომიგონო და სრდილობიანი რეპერი და ანუ მე მეთქი მეც ავიკიდე კომპლექსი და მეთქი რა უკნა გაგიფო რა მე ანუ მართლა არ ვიცი ხა ეს რეპის სამყარო აუცილებელია სრდილობიან ხალხს გაუმარჯოს აუცილებელია რომ რეპერმა იგინოს მართლა არ ვიცი ანუ კანონები არსებობს მოდი გულწრფელ პასუხს გაგცემ ჟანრი არის ძალიან თავისუფალი და მოსულა ანუ მოსულაზე არ არის ცენზურას არ ღვევს it's okay მოსულა რა რომ მოსულა რა თქმა უნდა მაგრამ რო არის შენ არის კიდე მოსულა უნდა გააკეთო არიცი ჯერ ერთი რომ ეს ზრდილობა და რაღაცა უნდა დაივიწყოს რეპერმა და მეორე აუცილებლად უნდა იყო ნებისმიერი წყობის და სისტემის წინააღმდეგ არა აქვს მნიშვნელობა მეორე მხარეს ვინ იბრძვის კარგია, ცუდია, ფაშისტია, ნაცისტია, არ ვიცი ვინ არის, რასისტია არ აქვს მნიშვნელობა. თუ წყობა არის, იმ წყობის წინააღმდეგ უნდა იყოს. ეს არ ვიცი რატომ, მაგრამ კომენტარებში სულ მაგას მიწერენ, რომ რეპერი და არა პროტესტებს სისტემას და წყობას. ანუ კი, სხვათა შორის შემოხვედრებიც. იცი რა კითხვა მაქვს, მე მივხვდი მეგობრებო, თქვენას გულისხმობთ, რომ რეპერი სულ უნდა ილტოდეს რომ რაღაცა პროტესტი ქონდეს და ასე შემდეგ, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ხო, ძირითადი რეპერები ეხლა რასაც გადავხედავს, არ ვიცი თუ ადევნებ თვალს, თუ არ ადევნებ, მე გეტყვი რომ ძირითადად სისტემის წინააღმდეგ არიან. და რა მაინტერესებს, იცი? არჩევნებში რომ შეცვლილი იყო სისტემა. უკვე ჩემ ხარეს გადმოვიდოდნენ, მე სადაც ავტომატურად, ანუ აბა როგორ გამოდის? არ ვიცი, ალბათ. არა, აბა როგორ გამოდის? ავტომატურად ეგრევე გარეთ დადგებოდნენ თუ რა, ანუ ალბათ. აი ეს დოგმები საიდან მოიტანეს, არ ვიცი და ყოველთვის ვიზახი ხოლმე, რომ სულ მიწერენ ხოლმე კომენტარს და ეხა ვიტყვი, რომ ისა, ერთადერთი რეპერი მაინც მანახე, რომელი დაუდგა სისტემას გვერდით და მარტივად ანუ ემინემი. ტიპი გამოვიდა ჯო ბაიდენის მერე ვინ იყო ხალი? კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაში დეტროიტში ოფიციალურად გამოვიდა და თავის მშობლიურ ქალაქს მიმართა რომ ხარი დაეჭდა. ხო, ნუ ამ შემთხვევაში ესენი არ მოწონთ ამათ და მაგიტომ შენ რა არ მოწონდა. როგორც კი ამას მეუბნები და ნახე როგორც ცუდ პოზიციაში ვარ, როგორც კი ვეუბნები რომ თუ გაინტერესებს მაგალითი ემინემი, რას გეუბნები ის ემინემს ეთრები. ანუ რა შუაშია გაინტერესებდა მაგალითი მოგიყვანე, ჩემო კარგო. თუ კიდე გაინტერესებს, Kanye West-ი ტრამპისტია მაგალითად, ანუ მე ხას რას უსვამ, იცი? მე ხას უსვამ იმას, რომ ის კი არ არის მთავარი რეპერი, წყობის წინააღმდეგ არის თუ არა. ის არის მთავარი, რომ ადამიანი იყო გულწრფელი და რა პოზიციისას გჯერა, იმ პოზიციაზე იყო სიმღერაშიც და თავარი არა შენ რისიც გჯერა, ის ილაპარაკო ხა. და არა ის, რომ აუ ბიჭო რეპერი ვარ და მოდი ამათ დავარტყავ, იმიტომ რომ აი მეორე რას მეტყვი. ანუ ეგეთი ტიპი ვერ ვიცი. შენ ეხა იმის გამო ილაპარაკებდი მთავრობის წინააღმდეგ, რომ ეს კაი ტიპა წარმოგაჩენდა, ეგ უარესი რეპერობა იქნებოდა ალბათ, ხო? ხო და თან რას ვიზახი, იცი კიდე რით ვიმართლებ. შენ თუ მაგის გჯერა ეხა. ხო, თავისთავად და მეორე მხარე რა არის, რომ იმედენად რადიკალი ხარ მეორე მხარეს, რომ მე აღარ მიტოვებ საშუალებას, რომ ნეიტრალი ვიყო. ხო. შენ რომ ესეთი რადიკალი არისო, მე უკვე მექნებოდა რაღაც სივცე მექნებოდა, რომ ხან შენ გავაკრიტიკო, ხან ესენი გავაკრიტიკო, ხან იმას ხო, მაგრამ იმედენად რადიკალიზმში მიდიხარ და თან მეუბნები, რომ აი 26 ოქტომბერი მოვიდეს და
სახლიდან გამოგათრეთ და შენ ხმას ვეღარ გაიგებს, ანუ ხვდები რომ 1927 წელი მოდის და ვინუშდენი მიდიხარ და ვინუშდენი მიდიხარ და ძმა შენ ხო არც წელს არაპირებ, ეგეთი ტიპი იჩიტები, რომ ის გიჟები არ მოვიდნენ, ხვდები? არ მიტოვებს სივრცეს. კი, სხვათა შორის დღევანდელი მთავრობა მაგით ძალიან ბენეფიტს ნახულობს ეგეთი ოპოზიცია რო არის. და მაგიტომაც არის ეგეთი გიჭირს გაკრიტიკება მთავრობისა. გაკრიტიკებაც გიჭირს და სხვათა შორის დავასახელოთ რა პოლიტიკოსებს რა თავისუფალი სივრცეა. იაგო ხუჩიამ სწორი ეგ თქვა, რომ ხანდახან მგონია რომ ამათი მართულია ეს ოპოზიციაც იმდენად ცუდად იქცევით. კი, და ეხა მე რა თქმა უნდა ვიღაც რეპერი რო დამიპირისპირდეს მაგალითად ხო, კამპანიაში რო ვიყოთ აი ერთმანეთს რო დისავდეთ და იმან რო ძალიან ცუდი რაღაცები აკეთოს, რა თქმა უნდა მე ყოველთვის წამადგება ეს. და ყოველთვის გეტყვი რომ ნათ შენ კი ნეიტრალური ტიპი ხარ, მაგრამ ნახე ის როგორ იქცევა და მართლა შეხედავ და ტიპი იძახის რომ აი მასტერი გადავწვათ და სისხლი წავუკიდოთ და მე შენც მართლა უკვე ნეიტრალი ვეღარ ხარ და იძახი რომ რატო იძახი ამას ხო ხვდები და მე მაგალითად მართლა ნეიტრალი ვარ იმ ხრივ რომ მართალია ხა ვისაც არ მოვწონვა რა თქმა უნდა რომ ისინი ხან რას მეძახიან ხან რას ანუ იმის მიხედვით რა ვიდეოს ჩავწერე რა მაგის მიხედვით მეძახიან ხოლმე ხან ის ყიდულობს რა ამათ რო კი ბატონო მაგრამ ხა მე ხო ვიცი რომ ნეიტრალი ვარ იმიტომ რომ მე ვუყურებ ყველაფერს ქრისტიანული პერსპექტივიდან რა ესე ვცდილობ ყოველ შემთხვევაში შეიძლება შემეშალოს მაგრამ ვცდილობ რომ ეგრე შევხედო და შესაბამისად ვერ ვიქნები ვერც ერთი იმის რა ქვია ესე კონკრეტულად იდეოლოგიის თლიანობაში მომხრე რა იმიტომ რომ თლიანობაში არც ერთი სწორი არ იქნება ბოლომდე გეთანხმები ხო ადამიანებს პირდაპირ ყოფენ ადამიანების დაყოფა და რომელი საუკუნე თან პროგრესზე გელაპარაკებენ თან პირდაპირ ყოფენ და ავტორიტარიზმის ავტორიტარული მარწუხები არის ეგენი ეგ არ არის არც ლიბერალიზმი ბოდიში ხა ქუნა ვთქვა და აი ჩაფურთხების თემა რაც იყო რა რომ აი ჩავუფურთხე ხო ხდები იცი რა არის მე მქონდა მაგალითად ჩემი რესტორანი და ვიყავი ამ ბიზნესში ხო და შემოსულა ჩემ რესტორანში ყოფილა შემოსულა ადამიანი რომელიც აი საერთოდ და გამიკვირდა კიდევაც რომ ბიჭო ყველა მიცის თელმა საქართველოს რომ ჩემია ეს რესტორანი ადრე რომ მქონდა ეხა აღარ არის ჩემი და მეთქი რა პონჩი შემოვიდა გამიკვირდა უბრალოდ თორე განარავე ერთი წამითაც არ გამივლია ხო იცი ფიქრი ადამიანი იმდენად ცოდვილია რომ ფიქრით ყველაფერმა შეიძლება ადამიანს გაუვაროს ხო თავში და ერთი წამის გავსი არაფერი და თუნდაც არ მithქვანს ჩემი მიმტანისთვის რომ მაგალითად იმას ან ესე მოემსახურე ან ის ან უთხარი რომ მენიუში არ გვაქვს ეს ფიქრი არ მოდის და ესეთი ფიქრები რო ადამიანებს მოსდით თავში ძალიან მეშინი ამ ადამიანებთან ერთად ამ საზოგადოებაში ცხოვრების თუმცა ეს შიში ის კი არა რომ რაღაცა სულს გაიკეთებს უბრალოდ ფიქრობ რომ ის თავის შვილს რას ეტყვის როგორ გაზდის და რა ღირებულებებით აღზის. მაგაზე მაქვს ლაპარაკი, თორე ორმაგი სტანდარტი რო არ გამოგვივიდეს. არა, აქვე უნდა ვახსენოთ ისიც რა, რომ სალომე ზურაბილშვილს რო აფრთხეს მაგალითად იმაში რა, ჩამოვიდა ეგრაში წერია საერთოდ, ხო? არც ერთი მხრიდან შეიძლება ეგეთი რაღაცა. ეგ იყო აი ძალიან დაბალი დონის გამომხატველია. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს გახართ, მეგობრებო. მესმის რომ თქვენს ღიზიანდებით ხოლმე როცა ამას ვიძახი, მაგრამ რა ვქნა, ეხა მე მაგ ჩემი შეხედულებები და ეგ უნდა ვთქვა. დაბალი დონის გამომხატველია ზოგადად ეგეთი მოქცევა რა. როგორც ასევე სტადიონზე ბოლოს რო შევარდნენ, აი ერთი დონეა ჩემთვის რა, რომ აი აქ სოხებს აგინე და აქ დახვდი სალომე ზურაბიშვილს და კი, არ შეიძლება. რაც არ უნდა იმაზე იყოს რა. მსგავსი გამოხატულება თორე დახვდი, გააპროტესტე, იყვირე, დაუსტვინე, კარგი, მაგრამ აი რაღაცების ძახილი და აი რაღაცა. ესენი ვერ ხვდებიან, რომ ამით ხმებს ვერ მიიღებ, ამით ადამიანებს ვერ გადაიბირებ, ესეთი ძალადობით ვერ გადაიბირებ, იმიტომ რომ აი გულწრფელად რო ვთქვა, ყველა ადამიანს აი მეც მიწერენ ხოლმე კომენტარებს, რომ აი საკუთარ თავთან მარტო რო რჩები, როგორ არ გცხვენი ან რაღაც. ეხლა გეტყვით საკუთარ თავთან მარტო დარჩენის თეორიას რა. მართლა გულწრფელად ვიძახი, აი მართლა უძვირფასეს დედას ვფიცავარ, უძვირფასეს. მარტო რომ დარჩენილი ვარ ჩემ თავთან მithkoms, რომ იქნებ მართლა. არასწორად ვფიქრობ, არასწორად ვჯელობ, არასწორ მხარეს კი არ ვარ, არასწორ პოზიციაზე ვარ. მოდი ესე ვთქვა. და იქნებ მართალია კონკრეტულად ის ადამიანი, ვინც ეს შენიშვნა მომცა. და რით ვცემ, იცი პასუხს? წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ სიმართლე იყოს ძალადობის და ბოროტების მხარეს. აი მაგით.
ანუ არ შეიძლება ადამიანი მართალი იყო და ესე იქცეოდე. როდესაც შენ აგრესიას გამოხატავ უკვე ჩარჩოებს მიღმა და წითელ ხაზებს ვსდები, შენი სიმართლე იკარგება. მაგაში ხომ მაინც მეთახვეა. აი შეიძლება მაგალითად, მოდი აი მაგალითი მოვიყვანოთ, აი ქალები ხო ხა შეუხებელი, მაგრამ აი მოდი მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ. მაგალითად, ქალმა მანქანით კაც გაუსვა ავტოავარია მოხდა რა მაგალითად რა. ქალის ბრალია. მართლა ქალის ბრალია სისულელით მოუვიდა. ხო არ შეიძლება კაცი გადმოხდეს და ამის გამო ქალს აგინოს ოჯახი და ყველაფერი. ჩემი აზრით არ შეიძლება. აი ეს რო დავინახო, იმის სიმართლე ჩემთვის აი როგორ ნოლზე ჩამოდის, იცი, იმიტომ რომ იმის ადამიანობაზე იმდენი რამ მეტყველებს იმის ქმედება, რომ ის რამდენად მართალია, ეგ უკვე აღარ მაინტერესებს და ზუსტად მაგას ვიძახი. როგორ შეიძლება იყო მართალი და მემუქრებოდე გადასახლებით. მემუქრებოდე სიკვდილით, მემუქრებოდე დაჭერით, მეუბნებოდე რომ ადამიანებში არ წერი ვარ და ასე შემდეგ ეხებოდა ჩემ ოჯახს, ჩემ მშობლებს, რა ვიცი, სარწმუნოებაზე გადაობდე, იმიტომ რომ მე მაგალითად წავედი რაღაცა ოჯახის სიწმინდის დღეს, მე მინდოდა და წავედი და ამისთვის ვარ ყველაზე ბნელი, ხო? ანუ რატო არ მიტოვებ არჩევანს? ანუ შენი აზრით შეიძლება რომ მასტერის კათარზისიც მოხდეს, აი ლიბერალურმა ბაბლმა რომ შეგიწოვოს. მაგას ვადა არ აქვს, იმ დღეს დავწერე. თუ არასწორ მხარეს ვარ, ცოტა დრო მომეცით, ვიქნები აქეთ არასწორ მხარეს. მე დავწერე რომ მართლები ხართ, მამა ჩემს დავთაგავ და პოსტ დაუდებ რომ როდემდე ყელში ამოვიდა, ამის მოთმენა აღარ შეიძლება და მეორე დღეს მეგობრებო, ვიქნები ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე პროგრესული ტიპი და ყველა ის ბაბლი, რომელიც დღეს მაბულინგებს, იქნება ჩემი როგორი მსმენელი, იცი? შეიძლება ბოლომდე ესე ვერ თქვან, მაგრამ რა სიტყვენ, იცი? მერაბ სეფაშვილი. აი რა სიტყვენ, იცი? მასტერი, ბიჭო კლასია მაინც რა. კი, ანუ მართლა შეგაკეთე, მართლა შეგაკეთე ზუსტად. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს რა და ვიღაცა მაგათი ბაბლის ერთ-ერთი მეთაური დააწერს რომ მასტერ ყოველთვის ვიცოდი და გუსტა ეს უჩვენიანი იყო. და გამიმართავენ კონცერტებს და სხვათა შორის მაგათ იციან ძალიან მაგარი დაშიარება და საპორტიციან კარგი. საპორტიციან კარგი, ხო ხდები და მარკეტინგულად მაგრად წამადგებოდა და თან უამრავი ლამაზი გოგოა და ის ლამაზი გოგოებიც უკვე ესე არ წუხვა როგორ არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლამაზი გოგოა იქით მხარეს რა, ხო ხდები და თან ყველა მოდელი. ანუ ყველა მოდელი ვინც არის და სხვათა შორის ერთ-ერთ ბოლო ტრეკში, აუ მაგარ ექსკლუზივს გაძლევ. მაგარ ექსკლუზივს გაძლევ, არ ამოჭრა, ესეც არ დაამონტაჟო. Просто freestyle რო დავდე ტრეკი, სადაც PvP-ს ვახსენებ, ხო იცი PvP-ს თემა. ბატლები რომ მიდის ერთმანეთს რო ებატლები. PvP-ს ვახსენებ და იქ მანამდე ვიზახი რომ ყველა მოდელია თქვენთან, მე კი ორი მიყვარს. და მაგათ ეგონათ რომ თურმე მაგათ გონიათ რომ რეპერებზე ვიზახი რომ თქვენთან მისგანან მოდელები არიან და სინამდვილეში ვიზახი გოგო მოდელებს, რომ ანუ ყველა მოდელია თქვენთან, მე კი ორი მიყვარს, ხო ხდები და ვაიმე. ხო და არა, რა თქმა უნდა, გოგოები ძალიან მნიშვნელოვანი არიან და დიდი როლი უჭირავს ჩვენ ცხოვრებაში და სამწუხაროა, რომ ანუ აღარ ვიცი, უკვე იმ დღეს გოგოს მივწერე, ეს სათყდებოდა მეთქი და მოსკოვებშიო. მე გადავწყვიტე რომ მე გოგოს აღარ მიწერ. ვინმე დაალაიქეთ და მივხვდები ხოლმე რომ მოხდება. ანუ რა გინდა რომ თქვა რომ ანუ რა შეუნები რომ ქართული ლიბერალური ბაბლის სანქციები შენზე მუშაობს ქალების მხრივ. მუშაობს. ხალხო ცოტა ხანში გადოვა. და მაგიტო ხო უკვე სხვა გზას აღარ მიტოვებენ რა. ან ამათ უნდა მივწერო, ამ გოგოები გამაუშვით. არა, ეხა სტრატეგია რო გამოუშვან ლიბერალურმა ბაბმა და კაი გოგოები რომ მოიწევენ, რაღაცნაირად გადავიდე რა. შენ წეგარ გინდა? და მე თავიდან ისეც რომ დავიჭერო, ისე მიფიქრია მაგაზე და რა კარგია რომ თქვენერად დამანახე ეს ყველაფერი. აბა, ყველა ლამაზ გოგოს გამომარჯოს. შენ თამადო. Oh my gosh. კარგია. ეს დავლიო თორე მე ქალთმოზული. ანუ არა საჭირო. ეხა ფრანგულად ვსვათ რა, ანუ მე მინდა და ასევე შენი აზრი მომესმინა როგორც არტისტის აზრი მარიამ შენგელიაზე და მის ბულინგზე ეხა რაც მიდიოდა ევროვიზიასთან დაკავშირებით. პირველ რიგში უნდა ვთქვა, აი ნიჭს საერთოდ რატო ეხებით. აი ზოგადად
ნიჭს და ადამიანის პროფესიას რო ეხებიან, აი ეგ არის ჩემთვის. ის ხო არ იყო ერთი როგორ წამი, მეგონება იცი სხვა სიტყვა, აი ფეხბურთელებზეც ეგრეა რა. როგორც კი ესე იგი შენ პოზიციაზე არ არის, რა შეუქმნია. გაპიარებული ფეხბურთელი, გაპიარებული აღარ მოყოლ ზურგით რო დგებოდნენ. გაპიარებული ფეხბურთელი და ესეთი რაღაცა. ახლა ჩემ თავზე რო დავიწყო, არა, ჩემ თავზეც ვიტყვი რა, რადგან მათთან არ ვდგავარ, ყველაზე აუნია. ჩამორთმეული გაქვს ლიცენზია, რეპერი არ ხარ, ხო ხდები და აი ნიჭი არა მირევია რა ადამიანის პოზიციასთან რა და დღემდე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, აი რა ვთქვა, نيكოლოზ რაჭველი, ხო იქით არის მაგალითად. ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერია თავის საქმეში. ანუ მაგას ვერ იტყვიან, ანუ ზოგადად მაგას რატო ვერ ვინც არ იტყვიან? მოწონს და რას მეტყვიან, იცი? იმიტომ ამბობ, რომ იმდენად ნიჭიერია, რომ ვერ გაურბი მაგას. ძალიან კარგად გავიქცეოდი და ვეტყოდი, რომ ნული შემოქმედება აქვს, მაგრამ რატო ვთქვა? არ ვიქნები მართლა. და მარიამი ცალსახად ნიჭიერია, მაგრამ იმ დღეს, არა, მარიამი სხვა რამეს ვიძახი. იმ დღეს ერთ-ერთ გოგონაზე დავწერე, თან მე თუ იცი YouTube-ზე პირდაპირ ვაკომენტარებ ხოლმე, როგორც შენთან დავაკომენტარებ, პირდაპირ დავწერე, რომ მეთქი high class. ერთ გოგოზე დავწერე და ეგრევე მომწერეს კომენტარში, რომ შენ ეს იცი ვისი შვილია, იმიტომ რომ მამამისი არის რადიკალურად სხვა მხარეთ პოლიტიკაში, ძალიან ცნობილი ტიპია რა და ანუ ვიცი, განა არ ვიცი, მაგრამ ანუ ნიჭიერია გოგო და რატო ვთქვა რომ არ არის ნიჭიერი? თუნდაც ვინც ჩემზე ცუდად ილაპარაკა ის იყო ნინინუ ცუბიძე და ასე შემდეგ ჯანგო და ექსასტავი, პირდაპირ დაწერეს რომ აი შენი შემოქმედება 0-ს ქვემოთ არის და რაღაცები რომ დავიწერეს, მე დავუწერე რომ ანუ ძალიან ნიჭიერები ხართ, როგორც პიროვნებები არ გიცნობთ, ხო ხდები? ანუ მაგ ზღვარს მე არას არ ყვეთავ და ამ ეს გოგო როგორ აკრიტიკებენ არ ქვია, რო აკრიტიკებდნენ, კარგი, მაგრამ თან ყველა რო პროფესორი გამოხვედით, აი როგორ გამოხვედით, ყველა პროფესორი უნდა მივმართო რა. ანუ ყველა პროფესორი როგორ ხართ? თან რა არიცი, მართლა მაგრად რომ კარგი ვოკალი რო აქ ამ გოგოს ვერ გაურბიან მაგ თემას და იზახიან. არა, კი, კარგი ვოკალი აქვს, მაგრამ ევროვიზიისთვის არ არის ეს გოგო. ანუ თავს იმხელა ექსპერტის ისა აქვს საბუთი და ლიცენზია თავიანთ ამბიციებში, რომ იცი რა არის, კი, კარგი გოგოა, შეხედულიც არის ყველაფერი, მესმის, მაგრამ ეს არ არის ევროვიზიის, ანუ აი ისე გეუბნებიან, რომ არ ვიცი ძმაო, მე ძალიან ბევრ საქმეში, თუნდაც კახელი ვარ, რთველში ჩავდივარ, ღვინო მესმის, დამიწურია, მაინც ვიძახი, რომ ღვინო არ მესმის. და არ მითხრება, პირიქით სიამოვნებით გეტყვი, რომ ნათ ვიცი, რომ შენ კურსები გაგავლილი, სერტიფიკატი ის, ეს ღვინოს მონებით გეტყვი, რომ არ ვიცი ეს ღვინო და მართლა რა თემაა ეს, ხო ხდები და ამ ინფორმაციას ავიღებ და სადღაც არ დავიწყებ ამაზე ექსპერტებს. შეიძლება ვთქვა, რომ მე დავლიე ღვინო და დიდად ვერ მომეწონა, ან მომეწონა, მაგრამ ექსპერტ ის როლში ვერ ვიქნები. შენი აზრი შეგიძლია თქვა, როგორ გახდი? არ მომწონს შეგიძლია თქვა რა. ანუ ის მაინც დაწერე ადამიანურად, რომ პოზიციას არ ვეთანხმები და არ მინდოდა რომ წასულიყო, პირდაპირ დაწერე რა, მაგრამ გოგო კარგად ხედავს, ანუ ისე გადაუარეთ ადამიანს, რომ აი რა ვიცი რა. ჩემ პრობლემას გეტყვი ხა ამასთან დაკავშირებით მირამ აქ რა. მე მარიამ არ ვიცი. სიმღერა, ბოდიში რა, ერთსაც ვიტყვი რა. და სიმღერას რაც შეეხება, არანაირი კომპლექსი არ მაქვს რომ თქვა, მაგრამ ზოგადად მე თუ მკითხავ, ევროვიზიის სიმღერები არ მომწონს. არც მე არც. აი, ანუ ჩემი სტილი არ არის და ეხლა რომ დავიწყო ამის ის რომ სიმღერა ძალიან მაგარია და რაღაცეები, ანუ არ ვიცი, კარგად ვერც მომუსმინე რა, ხო ხდები? აი, მართლა გულწრფელი ვარ რა. გადახვევით ვუყურე და ეხლა გოგო კარგად მღერის, რა ვიცი. მაგრამ ანუ მაგაზე ჩემი აზრით პრობლემა აქვს იმაზე, რომ ნუ მარიამი არ არის რაღაცა ამიმის ბაბლის. არა, რადგან მიიღო პირდაპირ თქვა, რადგან პოლიტიკურ არჩევნებში მიიღო მაგან მონაწილეობა კონცერტებში. აი, არ ვიცი. მონაწილეობა, ამიტომ შეიძლებოდა ამის გაშვება და ეს იყო ჩაწყობილი. როცა ხო, მე მგონი მაგაზე მიდის პრობლემა, რომ ჩაწყობილი იყო და რა თქმა უნდა ესე იტყვიანობა რა. არ ვიცი მე მართლა, უბრალოდ მე მგონი რომ ნახე, მარტივად გეტყვი. როდესაც მათ აზრზე მყოფი ფეხბურთელი არ თამაშობს და ჩაწყობით დაბლოკილია, ვინც მათ აზრზე ყოფია და ის რო თამაშობს სხვა ფეხბურთელი ღმერთს მადლობა რომ 11 კაცია ერთ გუნდში, ის რო თამაშობს და გოლს რო იტანს და ყველაფერი, ანუ კარგად რომ მიდის, იმას არ გულისხმობენ, ის რო არ თამაშობს, მაგიტომ არის დაბლოკილი. ანუ თვითონ აწყობენ, თვითონ წყვეტენ, რა არის ჩაწყობილი, ვინ რა გადაწყვიტა. და მე მაგ ესეთი კითხვა მაქვს. რას გვთავაზობთ მაგალითად? ხო არ გინდათ რომ აი როგორც გერმანია იყო დასავლეთი, აღმოსავლეთი ესე გაიყოს და არა, რას გულისხმობ, იცი? ანუ სხვა მხარეს თუნდაც ვიღაც რო ნაცი მომღერალი გაეშვათ, სხვათა შორის ძალიან ნიჭიერი მომღერლები არიან, ანუ რატო არ თქვა არიან?
რომ გაეშვათ, მე უნდა დამეწყო, რომ თქვენ ისინი გაუშვით, მე ჩვენ უნდა გვებულინგებინა ის ადამიანი და ანუ სიძულვილის ენა სად უნდა დამთავრდეს. თუ მარტო ნეიტრალი ადამიანები უნდა ვიყვანთ, რომლებსაც არაფერზე აზრი არ აქვს, ნეიტრალი არაფერ შუაშია. ნეიტრალი მტერია, კაცო, ეხლა გამახსენდა. კი, ნეიტრალი მტერია, რატო არის მტერი? გითხრა? გურამ კაშიას აბულინგებენ იმის გამო, რომ ხმას არ იღებ. რატო არ იღებ ხმას? პოზიციას რატო არ აფიქსირებ? ხდები? და აბულინგებენ ამის გამო. იმიტომ კი არა რომ ადამიანმა ის პოზიცია თქვა, რაც შენ არ გაწყობდა. არ თქვა არა. ანუ ჩემ მართლა მაინტერესებს. იმაზე არ ფიქრობენ რატო თხოვ პოლიტიკურ აზრებს. იმაზე არ ფიქრობენ რომ ამბის 1000 საფიქრალი აქვს. საქართველოს გერბის ტარება სხვა მისია, სხვა ტვირთია. მაგაზე არ ფიქრობენ. კიდია კაცო, იმას აწყობილი აქვს ცხოვრება და ტიპები თავისთვის აკეთებენ დასკვნებს, არ შემიძლია რომ არ თქვა ესეც რა, made up story-ები საიდან აჯერებენ საკუთარ თავს. ანუ მაგალითს გეუბნები, პოლიტიკასთან არაფერ შუაში არ არის, მოდი გავხსნით ზოგადად ადამიანების ფიქრებზე რა. მაგალითად იყო ვიდეო, რომ მიქაუტაძემ ბავშვები რო დგანან ხოლმე სანამ ჰიმნი ჟღერს, დაბლა ხო ბავშვები დგანან ფეხბურთელებთან და მიქაუტაძემ ბავშვს მოახურა ეს რაღაც ჟაკეტი და კვარაცხელია რაღაცას ეკითხება ბავშვს, ის რაღაცას პასუხობს და არ მოახურა. და კომენტარები ეწერა ხვიჩა როგორი უგულოა და ის როგორ ანუ ხალხო ანუ ეგ ვიდეო ნახე სხვათა შორის და ვიცოდე წინასწარ ეგეთი კომენტარი და ანუ ადამიანებო რაღაც ანუ ნაით იცი რამ ვერქავი კი ანუ მე და შენ სამზარეულოში ერთ-ერთზე რო რაღაცას ვლაპარაკობთ ის ხო არ შეიძლება საჯარო თქვა ყველაფერი იმიტომ რომ ადამიანები ვართ ხო არ ვართ უცოდველები შეიძლება ზედმეტად ვიღაცასთან ბულინგი შეიძლება სიძულვილის ენაც იყოს ხო შეიძლება ვიღაცაზე შევიგინო საერთოდ ხო მაგრამ ერთ-ერთში ვლაპარაკობთ რა ხო ხდები როგორ შეიძლება ადამიანების ხედხართ კლავიატურასთან და ყველაფერი რაც ენაზე კი რა თითებზე მოგადგებათ იმას პოსტავთ ანუ არ შეიძლება ჩემი აზრით, ამ მარიამ შენგელიას ამბავზე მინდოდა ერთი რამ მეთქვა. მე ევროვიზიის მართლა არაფერი არ მომწონს, არც სიმღერა მომწონს არაფერი. წელს ერთადერთი რაც მომეწონა იყო ის ტომი ქეშის არის ესტონეთია მგონი. ყავაზეა და მაგიტომ მომწონს რა, ანუ თან სასაცილოა. მე სომხეთის შარშანდელი მომწონდა ძალიან მეც. მაგრამ ზოგადად არ მომწონს და ასე რომ არ ვიცი თან არაფერი, არც მუსიკაში არაფერი არ გამეკება. მარიამი პროსტა ის ვიცი რომ მომისმენია ეხა უკვე მოусმინა რაღაცებს და ძალიან კარგად ხერის. პროსტა მე რაც არ მომეწონა მის მიმართულ ბულინგში სურო ჩაწყობილი ყოფილიყო. სურო პოლიტიკური ნიშნით გაეშვათ და მაგიტო გაეშვათ მე ეს არ მაინტერესებს მე მაინტერესებს და ვწუხარ იმაზე რომ ქართველები საჯაროდ უწერენ ინგლისურად და უხაროდათ რომ თავიდან გავრცელდა რეიტინგი სადაც სუბოლოში ვიყავით და როგორ უხაროდ ანუ და იქ კომენტარებს იცი რა საშინაო კომენტარებს უწერდნენ ბოროტება კი არა სახელმწიფოებრიობა არ გესმის მაშინ რა ანუ მე წინს და ეგ არ მომწონს რომ ანუ არ გესმის რომ ეს ადამიანი მიუხედავად იმისა შენ გჯერა თუ არა რომ ეს ჩაწყობილია და თუ რა არის და არ ეკუთვნის თუ რა არის საზღვარ ანუ საჯაროდ რატო არ ცხვენ ქართველს და ორი ოქროს სიტყვა რო დაგავიწყდა სად გაქრა ქალური სოლიდარობა ეხა გაჩერდა ქალური სოლიდარობა სად არის ეგრევე დეჰუმანიზაცია ხდება როგორც კი აზრის უთანხმოება ხდება რა სხვათა შორის ეგ ორივე მხარეს ხასიათებს დეჰუმანიზაცია არის საშინელი მაგრამ ვილაპარაკე იმ ვიდეოში წინა რომ მოგეწონა რა ქვია ისტორიის სწორ მხარეს ვიდეო მან ვილაპარაკე რომ დეჰუმანიზაცია არის ჩვენი უდიდესი პრობლემა და მაგაზე რა გამახსენდა არსად არ მილაპარაკი არც ერთ გადაცემაში და მე თვითონ გეტყვი რა რომ იქ წამოწეთ. ქეთი მელუას და ჩემ დუეტზე რა მოხდა? რა მოხდა? მე და ქეთი მელუამ რო ტრეკი ჩავწერეთ. ხო, ძალიან კაი იყო ეგ. ლონდონში გადაღებული კლიპი, ამხელა ხარჯები გაწეული და ოფიციალურად საქართველოსთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაგაზე სიუჟეტიც იყო, მიწერეს წერილი, რომ შენ როგორ იმღერე ჰომოფობთან ერთად. და ტიპმა მომწერა და სიმღერა წავშალეთ. სხვა გზა არ იყო. ანუ ესე მე და კეთი ვიჯექით ესე და ანუ მეილზე ერთმანეთს ვესაუბრებოდით, ანუ ადამიანს უთხარი ჩვეულებრივად რომ ანუ
შენ სხვა პოზიციაზე ხარ, შეიძლება სხვა მსოფლმხედველობა გქონდეს, შეიძლება რელიგიური მწარსის ადამიანი სხვა გქონდეს, ან პოლიტიკური შეხედულება, ხო, ზოგადად ვიცახი და ანუ რა შუაშია კონკრეტულად თბილისი, ლონდონი სიმღერა, სადაც საერთოდ სიყვარულზეა სიმღერა. ჰომოფობი რატო ხარ? ხარ ესეთი? არა, ჰომოფობი იმიტომ დამაბრალეს, რომ დამაბრალეს. ჩემი სიმღერებიდან გამომდინარე, მაგრამ ანუ მე იმას უსვამ ხას, რომ ტიპებმა არ დაიზარეს და გააგზავნეს კაი, მერაბ დვალიშვილზე არაპირებ. წერილები გააგზავნეს, ანუ მართლა იმოქმედა რა. ანუ ქეთიმელუა მითხრა, რომ ანუ მითხრა, რომ სხვა გზა არ იყო და ესე უნდა გაეკეთებინა. მე კი სხვათა შორის ერთი წლის მერე დაახლოებით აღიარა, რომ იყო ლესბოსელურ ურთიერთობაში, თავის ინტერვიუში აღიარა რა. რომ იყო წარსულში ლესბოსელურ ურთიერთობაში და მაქედან გამომდინარე მე უკვე მივხვდი, რომ მეთქი ამისგან, it's okay. მაგრამ ნახეთ თქვენთან შედარებით მე მაინც ვფიქრობ, რომ ქეთიმელო არის ძალიან ნიჭიერი ქართული მომღერალი. ძალიან ნიჭიერი. და ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო მასთან დუეტი გავაკეთეთ, მე წამაშლევინეს, იმიტომ რომ იცი რას მოყვა ეგ თემა? გითხრა რას მოყვა ეს თემა? ახალი დაატრიალებული იყო ის თემა, ნანი ბრეგვაძე რო აპირებდა, ხო, დრაგბოლზე. დრაგბოლზე სიმღერას და მე ხო ყველგან მივედი და იქიდან ვეძახდი რომ კაბადრო ნანი მაგარ მიყვიდეთ. და მე ხო ჩახსნა. ნუ ასაკებია ჯამთელობის გამო ჩახსნავ ეს ხო ეს. ყველაფერს საუბრობს უსურებ მას, მაგრამ და ეგ რო იყო, მაქედან აბაროტი გამიკეთეს. nice. Cheers. კარგი.